ჩვენ უკვე 4 თვეა რაც ვოპერირებთ ფონდის მიმართულებით. ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა როგორც ახსენეთ 30 ნოემბერს. ჩვენი მიზანი იყო რომ ამ პრეზენტაციით ჩვენ სტუმრებს უფრო მეტი ინფორმაცია გაეგოთ ფონდის საქმიანობის შესახებ, მისი ბენეფიციარების შესახებ, თუ ვინ არიან ჩვენი ბენეფიციარი ბავშვები, ვინ არიან ჩვენი მხარდამჭერები, როგორც ბიზნესის მიმართულებით, ასევე სამედიცინო სფეროდან და გაჟღერდა ისეთი ისტორიები, როგორც არის ფონდის შექმნის იდეა, ასევე ექიმების რჩევები, თუ რატომ უნდა მოხდეს ამ ფონდის მხარდაჭერა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ესეთი კამპანია ექიმობა გულით კეთილი საქმის მეგობრები და აქ არიან ჩართული ისეთი ექიმები, რომელიც არა მხოლოდ პროფესიული კუთხით უდგანან ამ ბავშვებს გვერდით, არამედ აკეთებენ დონაციაცაც და ესეც არის უპრეცედენტო ჩვენი ქვეყნისთვის. მარიამ, ფონდის შესახებ გითხავთ, როგორ გაჩნდა იდეა, რა მიზნით შეიქმნა ის, რა მიმართულებებს მოიცავს ფონდის საქმიანობა? ფონდის შექმნის იდეა ზოგადად იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად ვართ მშობლები, რომლებსაც გვყავს იშვიათი დაავადებით შვილები. მარტივი მისახვედრია ალბათ ჩვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, დიდი ხანია თათა უფრო ისე თათას იდეა არის ესე რომ ვთქვათ ფონდის შექმნის, უბრალოდ მე გავუზიარეთ ერთმანეთს, მივხვდი რომ ჩემი საქმე ზუსტად ის იყო, რომ უნდა ჩავრთულიყავი ამ ამბავში და დღესდღეობით უკვე 15 ბენეფიციარი გვყავს, რომელსაც ყოველთვიურად ვეხმარებით და ასე რომ ვთქვათ, ვაგრძელებთ მაქსიმალურად, რომ მოვახდინოთ ბავშვებზე მხარდაჭერა. თათა რა არის ის ყველაზე აუცილებელი ელემენტები, რაც ამ ბავშვებს მოზარდებს, შეიძლება ზრდასრულებსაც სჭირდებათ მხარდაჭერისთვის, გაძლიერებისთვის. რა პრობლემების წინაშე დგანან ეს მოზარდები და მათი ოჯახის წევრები? კი ბატონო, გიპასუხებთ, როგორც იშვიათი დაავადების მქონე ბავშვები, მოზარდები, ასევე აუტიზმის მქონე ბავშვები მუდმივად საჭიროებენ მხარდაჭერას და ძირითადი მომართვიანობა მოდის ხოლმე, როგორც არის თერაპიების მიმართულებით, შეიძლება იყოს ეს ლაბორატორიული კვლევები და ინსტრუმენტალური კვლევები და ასევე პროფესიონალი ექიმის რეკომენდაციები. იმიტომ რომ ჩვენ ყავს ბენეფიციარები, რომლებსაც საერთოდ დიაგნოზი არ ქონდა დასმული და ჩვენ დავეხმარეთ იმაში, რომ სწორი მიმართულებით წასულიყვნენ. ჩვენ ამასაც ვაკეთებთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის დიაგნოზის ოდისეა იყოს შემცირებული დროში და დროულად მოხდეს ამ ბავშვების მხარდაჭერა და ზუსტად ამიტომ ყავს ჩართული ისეთი დონის ექიმები, რომლების რჩევაც ასევე გადასამოწმებელიც რო არ არის უკვე ზუსტად ვიცი თვისთან და გაუშვათ რომ მშობლებს გაუმარტივოთ გზა ასე ვთქვათ რა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია რომ რეკომენდაციებს ვაძლევთ არა მხოლოდ ფინანსური მიმართულებით ვეხმარებით არამედ ფსიქოლოგიურადაც ჩვენ გვაქვს ესეთი გეგმავთ უკვე პროცესში არის ეს პროექტი რომ ამ მშობლებს მუდმივად სჭირდებათ მხარდაჭერა და ჩვენ ეს ორგანიზაციასთან ერთად ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევთ იმ მშობლებს, რომლებსაც მუდმივად ჭირდებათ მხარდაჭერა. მარიამ, რა იყო ამ პრეზენტაციაზე ის საკვანძო საკითხები, რაზეც განსაკუთრებით გამოხულდა ყურადღება და რა საკითხების მიმართაც აი მშობლების ინტერესი, რომლებიც დგანან მსგავსი პრობლემის გამოწვევა დავარქვათ წინაშე, განსაკუთრებით მაღალი არის და რაშიც ისინი ხედავენ რაღაც ახალ გამოსავალს. პირველ რიგში ეს პროექტი, რომელიც დაიგეგმა და ძალიან კარგი იქნება მშობლებისთვის, მშობლების გაძლიერებისთვის, რადგან თუ მშობელს არ აქვს ჯანსაღი ფსიქიკა და ასე შემდეგ, ძალიან რთულია, რომ ამ ურთულეს გზას მიუდგე, როგორც საჭიროა ისე. ჩვენ დავაანონსეთ ჩვენს, ასე რომ ვთქვათ, პრეზენტაციაზე უპრეცედენტო ფაქტი საქართველოში, რომ ძალიან გვინდა გაკეთდეს დღის ცენტრი, ეს პროექტი უკვე პირველ ნაბიჯებს დგამს, ასე რომ ვთქვათ, დღის ცენტრი, რომელშიც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა დღის განმავლობაში მიიღონ სხვადასხვა საჭიროებები. აი თუ მშობელს უწევს ერთი, ვთქვათ, უბნიდან ან ლოკაციიდან მეორეზე წაყვანა ბავშვის დღის განმავლობაში, იქიდან გამომდინარე, რომ იშვიათი დაავადებები მრავალ თერაპიებს მოითხოვს დღის განმავლობაში ბავშვმა რომ მიიღოს. ეს იქნება ცენტრი, სადაც აბსოლუტურად ყველა მომსახურება გაეწევათ ამ ბავშვებს. ეს იქნება, ვთქვათ, აკვათერაპია, მეტყველების თერაპია, კვებითი თერაპია თუ სხვა. ძალიან კარგი იქნება მშობლებისთვისაც, რადგან დაზოგავენ დროსაც, ენერგიასაც და ხშირ შემთხვევაში ამ ბავშვებს ტრანსპორტირებაც უჭირთ და არ შეუძლიათ ერთი ლოკაციიდან მეორეზე დიდი ხნით გადაადგილება. შესაბამისად, ყველაზე ესეთი ხმამაღალი ჩვენს პრეზენტაციაზე ეს იყო, რომ დავაანონსეთ ეს პროექტი.
თათა აუტიზმის შესახებ ცნობადობა შედარებით მაღალია და განსაკუთრებით ბოლო წლებში ინფორმაცია არის საკმარისი ვფიქრობ მედიის საშუალებითაც თუ სხვა ფორმებითაც. რაც შეეხება CDG სინდრომს, ეს რამდენად ხშირი დარღვევა ერთი მხრივ, რამდენად ბევრი არის ბენეფიციარი საქართველოში ამ დარღვევით და მეორე მხრივ რამდენად მაღალი არის ცნობიერება ამ დარღვევის ირგვლივ. კი ბატონო, კი პასუხებთ. CDG სინდრომი არის იშვიათი დაავადება, რომელიც 1980 წელს პირველად დიაგნოზირდა მსოფლიოში. დღევანდელი მონაცემებით საქართველოში არის 11 ბავშვი დიაგნოზირებული, მსოფლიოში არის 1300 ბავშვამდე დიაგნოზირებული. ცნობიერების ამაღლება კონკრეტულად ამ დიაგნოზის მიმართულებით, ეხლა უკვე რაც ჩვენ მუშაობთ ამ მიმართულებით და მე პირადად 15 წლის წინ დავიწყე ამაზე ზრუნვა, დღეს მინდა ვთქვათ ამამად, რომ უკვე საკმაოდ იციან ეს დაავადება. თუმცა ბევრი არის სამუშაო და ზუსტად ამიტომ არის, რომ ჩვენ ვაკეთებთ ცნობიერების ამაღლებას, ზუსტად რამდენიმე კვირის წინ მქონდა ოკლიფის სკოლაში ახალგაზრდული კამპანიის ჩართულობით, ეს იყო მარიამ ჯობავა, რომელმაც თავისი ინიციატივა გამოხატა და გააკეთა ესეთი არაჩვეულებრივი კამპანია თავის სკოლაში CDG სინდრომის შესახებ და ისეთ ენაზე მოახდინა ამის წარდგენა, რომ გასაგები ყოფილიყო მოზარდებისთვის. იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ამ ბავშვების ინტეგრაცია მოზარდებში, სოციუმში, ისინიც არიან ჩვეულებრივი ბავშვები, მათაც უხარიათ, მათაც წყინთ და ზუსტად ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მიზანი, რომ ამ ციკლს გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა სკოლებში და დაწესებულებებში და ვფიქრობ, რომ უფრო მეტად ამაღლდება კიდე ცნობიერება. რა თქმა უნდა, აუტიზმის შესახებაც უფრო მეტი არის ცნობილი, თუმცა ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა, ჩვენი მეგობარი, რომელიც არის დამფუძნებელი ერთ-ერთი, მის შვილს აქვს აუტიზმი და ზუსტად ეს იყო ინსპირაცია, რომ ეს იშვიათ დაავადებებზე შემოერთებინა, ასე ვთქვათ, აუტიზმი და ჩვენ ერთობლივად მუშაობთ როგორც CDG სინდრომის სხვადასხვა იშვიათი დაავადებების ცნობიერების ამაღლებაზე, ასევე აუტიზმის შესახებ. ჩვენი მაყურებლისთვისაც თათა ალბათ საინტერესო იქნება, რას ნიშნავს უფრო ზუსტად CDG სინდრომი. დარწმუნებული ვარ, ბევრი იქნება მაყურებლებს შორისაც ისეთი, ვინც დღეს პირველად გაიგო ამ იშვიათი დაავადების შესახებ. თუ შეიძლება მოკლედ რო აგვიხსნათ, რა სახის დარღვევასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში? კი ბატონო, CDG სინდრომი არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, როდესაც არის სიმპტომატიკების ერთობლიობა. ეს არის ეს შედის მეტაბოლური დარღვევების ჯგუფში, როდესაც ბავშვის განვითარება არის შეფერხებული, ასევე აქვს თქვათ თავისი ნიშნები, რითიც შეიძლება რომ ექიმმა იეჭვოს, ასე ვთქვათ, შეიძლება რომ ამ ბავშვს ჰქონდეს CDG სინდრომი. ადრეული ასაკიდან. ადრეული ასაკიდან, კი ბატონო, შეიძლება ვთქვათ, საქართველოში ჩემ შემთხვევაში 6 თვის ასაკში დადგინდა, თუმცა არის ისეთი ქვეყნები, სადაც წლობით მაქსიმალური ხანგრძლივობა დადგენის არის 8 წელი. შესაბამისად, ჩემ შემთხვევაში გაგვიმართლა და ჩვენ 6 თვის ასაკში დაგვისვეს, ეს არის სიმპტომების ერთობლიობა, შეიძლება იყოს როგორც არის არათანაბარი გადანაწილება ცხიმების, პერიკარდის ხრუშის სითხე, ასევე ზრდის და მწონის შეფერხება, სტრაბიზმი და ასე შემდეგ. ჩვენ ეს ყველაფერი განთავსებული გვაქვს ჩვენ გვერდზე, ზუსტად ამისთვის ქართულ ენაზე, რომ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც შეიძლება ამ პრობლემის წინაშე დადგნენ, ჩვენ გვაქვს ესეთი რუბრიკა იშვიათი დაავადებები ქართულ ენაზე და კარგად არის ახსნილი ზუსტად ის სიმპტომატიკები, როდის უნდა იეჭვოს მშობელმა ეს დაავადება. მარიამ, რამდენად ვიცი, პრეზენტაცია მოიცავდა ბენეფიციერების, შთამბეჭდავი ისტორიების ერთობლიობასაც. რამდენად ისმის ზოგადად ამ ადამიანების ხმა. რამდენად ყვებიან ისინი თავიანთი საჭიროებების შესახებ. საუბარი არ მაქვს, რა თქმა უნდა, პატარა ბავშვებზე, აქ მოზარდებზე არის ლაპარაკი, რომლებსაც აქვთ მსგავსი, ვთქვათ, იშვიათი გენეტიკური დაავადებები თუ სხვა სახის დარღვევები. კი ბატონო, საბედნიეროდ ცოტა უფრო რაც უფრო მშობლებმა რაღაც კამპანიები დავიწყეთ სხვადასხვა და ვცდილობთ რომ ცნობიერება ავამაღლოთ. საბედნიეროდ ცოტა უფრო წამოვიდა ეს საკითხი წინა პლანზე, მაგრამ ზოგადად არის გვაქვს ძალიან ბევრი ისტორიები ისეთი, რომ არ უნდათ გამოჩენა, არ უნდათ ხმა, არ უნდათ რომ მიანიჭონ ბავშვ სტატუსი, იმიტომ რომ ეშინიათ რომ რაღაც მერე ცხოვრების რაღაც კონკრეტულ ეტაპზე ეს ბავშვი აფერხებს, არა და ბავშვი ისედაც შეფერხებულია, ისედაც პრობლემა აქვს, ისედაც შეზღუდული აქვს შესაძლებლობები და
უბრალოდ აი მქონდა მე ერთ შემთხვევას მოვყვები, რომ არ უნდა სტატუსის მინიჭება და პენსიის მინიჭება მრავალშვილიან ოჯახს, და პენსია ხა ყოველთვის რაღაცაში მაინც გამოიყენებ, იმიტომ რომ აი მე რა სიტყვიან ჩემ შვილზეო და მე ავუხსენი ძალიან ისე დავეხმარე, აი ამ კუთხით დაეხმარა ჩვენი ფონდი, რომ ჩვენ რაღაც გზაზე დავაყენეთ, ესე რომ ვთქვათ, ეს ხალბატონი და რეალური პრობლემა დავანახეთ, რომ პრობლემა ის კი არ იყო, რომ ბავშვი ვთქვათ მე როგორ იცხოვრებ და პრობლემა ის იყო, რომ ამ ეტაპზე აკლებდა ყველაფერს, იმიტომ რომ არ აღიარა, რომ ამ ბავშვს ქონდა რეალური პრობლემა. თუმცა ყავს ბენეფიციარები, რომლებიც ძალიან მოტივირებულები არიან რეგიონებში თუნდაც, რომ ცნობიერება ავამაღლოთ, მაქსიმალურად ვისაუბროთ ამაზე ხმამაღლა და მზაობას გამოთქვამენ, რომ ჩვენს გვერდით იყვნენ და სხვადასხვა აქტივობები დავგეგმოთ რეგიონებშიც. თათა ის სტიგმაზე როდესაც ვსაუბრობთ, რამდენად გადამწყვეტი არის, გადამწყვეტი ფაქტორია გაზიარების, გამოცდილების გაზიარება, აი ამის მნიშვნელობა რამდენად მაღალი არის. აი თქვენ უკვე წლებია საუბრობთ და უშუალოდ იმ პრობლემაზე, რომელიც შულთან დაკავშირებით შეგექმნათ ყვებით ამის შესახებ. აი ამას რამდენად დიდი მაგალითის ძალა აქვს და თუ მუშაობს, ეს რაც გადამდებად მერე. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მუშაობს და ზუსტად ეს არის ჩემი მხრივ, რომ ყველგან ვისაუბრო ამ თემაზე, თუ მომეცემა საშუალება, იმიტომ რომ ეს იყოს მაგალითი იმ სხვა მშობლების, რომ არასდროს არ უნდა დამალო შენი სიტუაცია, ბევრი უნდა ისაუბრო და აუცილებლად ბევრი მხარდამჭერი მშობელი გამოგიჩნდება იმისთვის, რომ ძალა მოგცეს. ეს არის ზუსტად ერთგვარი ცნობიერების ამაღლებაც, მშობლის მხარდაჭერაც და სტიგმის, ასე ვთქვათ, დამსხვრევაც, იმიტომ რომ ჯერჯერობით მაინც კიდე სტიგმატიზირებულია ეს ყველაფერი, მაგრამ მივდივართ წინ, ვფიქრობ, რომ გასახარია, რომ არსებობს სხვადასხვა მშობელთა ორგანიზაციები სხვადასხვა იშვიათ დაავადებებზე და ვფიქრობ, რომ ზუსტად ესეთი აქტივობები იქნება იმის საწინდარი, რომ ეს სტიგმა ნელ-ნელა ჩამოვიშოროთ. როგორ ფიქრობთ, შემოგიერთდებიან სხვა მშობლები, სხვა ბენეფიციარები, ანუ გაიზრდება რაოდენობა ამ ბენეფიციარების, მას შემდეგ რაც გაიზრდება ცნობიერება და ზოგადად ინფორმირებულობა ფონდის არსებობის ირგვლივ. რა თქმა უნდა, გაიზრდება, ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი, რომ აი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ზუსტად აი ესეთი მხარდაჭერა მედიის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში, ჩვენ რეგიონიდანაც ყავს ბენეფიციარი და ზუსტად ესე სატელევიზიოდ გაიგო ჩვენ შესახებ, იმიტომ რომ ზოგს არ აქვს პირობითად სოციალური ქსელი, სხვადასხვა ინფორმაციის გზა არ აქვს და მხოლოდ ტელევიზიით იგებენ და რა თქმა უნდა, გაიზრდება, ზუსტად ამისთვის გვჭირდება ჩვენმა ფონდმა რო იარსებოს, გვჭირდება ბიზნესების მხარდაჭერა და ჩვენ ყავს პარტნიორები, აქედანვე ვიტყვი დიდ მადლობას ვეტყვი ყველა ჩვენ პარტნიორს, მათ გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ შევძლებდით.